გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C# YouTube გვერდი და დღევანდელი ვიდეოს თემა იქნება სიგნალარი და ვებსოკეტები. ბევრმა თქვენგანმა ითხოვა ეს ვიდეო, 4 კაცმა. მაგრამ მივესალმები დააკომენტარეთ ხოლმე რა თემა გაინტერესებთ და შევეცდები რომ აქ თემაზე ვიდეო გადავიღო. დღეს ხა მარტივი აპლიკაციის მაგალითზე აგიხსნით რა პრობლემას წვეს და რაში გვეხმარება სიგნალარი .NET-ში. და ესეთი მარტივი აპლიკაცია გავამზადე. გვაქვს order service-ი, რომელსაც რაღაც 3 ორდერი მაქვს. ეს არის სიმპტომად ფაქტ დაინჯექტებული ეს კლასი, რომ ვითომ იმიტაცია შექმნა, რომ ვითომ ბაზიდან მოგვაქვს ორდერები, რა. აქ ერთი მეთოდი მაქვს კიდე update order-ი, რომელიც orders კონკრეტულ orders სტატუსს update-ებს. და ეს ორდერები გამომაქვს view-ში და აქ ვაჩვენებ უბრალოდ for each-ით. გავუშვათ ახლა აპლიკაცია და გაჩვენებთ რა ხდება. ეს 3 ცალი ორდერი არის და ახლა დავამატებ ერთ endpoints სტატუსის შესვლის endpoints. ეს იქნება post-ი. აქ მივიღებთ int id და string სტატუსი და დავაპდეითებთ orders ამ id-ით და სტატუსით. და დავაბრუნებთ უბრალოდ OK-ს. Order service update order. ხო, ნუ ესე არასდროს არ შექმნათ ხოლმე endpoint, იმიტომ რომ post მეთოდში აუცილებლად body-დან უნდა გადაეწოდებოდეს პარამეტრები, როგორც ვიცით, from body. ეს არის REST-ის პრინციპები და უბრალოდ ახლა სატესტოდ გავაკეთებთ ეგრე, რომ რაღაც endpoint-ი გვაქვს, სადაც შეგვიძლია კონკრეტულ orders დავაპდეითოთ სტატუსი. გავუშვათ ახლა ჩვენ ეს აპლიკაცია. ისევ. და მაგალითად აი პირველ orders, order ID უდრის 1-ს, სტატუსი გავხადოთ paid. გავუშვათ, დავბრუნა OK. მაგრამ როგორც ხედავთ, ჩვენ საიტზე სტატუსის განახლებას ვერ ვხედავთ და რაც ლოგიკურიც არის პრინციპში. სანამ არ დავარეფრეშებთ გვერდს. აქ უნდა უბრალოდ ID და არა order ID და დავაპდეითებთ. ანუ დავარეფრეშებთ გვერდს, მაგის შემდეგ ხდება სტატუსი paid. თქვა შეგვიძლია მე delivered გავხადოთ. ანუ ისევ ესრულება აქ არ ჩანს, სანამ არ დავარეფრეშებთ გვერდს. ანუ ტრადიციული მიდგომა როგორ იყო ამ პრობლემის აღმოსაფრულად, რომ JavaScript-ით ყოველ 5 წამში ან ყოველ 10 წამში ან ყოველ რაღაც პერიოდში ვაგზავნით back-ში მოთხოვნას კონკრეტული ID-ით რამე ხوار შეიცვალა. და თუ შეიცვალა, მაგის მიხედვით ვაპდეითებთ. და WebSocket-ები მუშაობს პირიქით. სერვერი უგზავნის კლიენტს განახებულ ინფორმაციას. და სიგნალარი კონკრეტულად არის WebSocket-ების იმპლემენტაცია Microsoft-ის მიერ. ანუ იგივე WebSocket-ები არის ოღონდ C#-ში რა, სიგნალარი. ეხლა ჩვენ რო დავაიმპლემენტიროთ სიგნალარი ჩვენს აპლიკაციაში, პირველ რიგში გვჭირდება დავაყენოთ client side library. და ეს მარტივად ყენდება ძალიან Visual Studio-ში client side library და სახელი არის აი ეს libraries. და ეს provider-ი უნდა იყოს unpackage რაღაც. Include all library files. თავიდან ვცადოთ აბა. ყველა ფაილი. ეს სიმბოლო დომია წინ. ხა გავიგე. დაინსტალირდა ჩვენი client side library აქ www root folder-ში lib და Microsoft-ში გვაქვს სიგნალარი. ეხლა შემდეგი რაც უნდა გავაკეთოთ, დავარეგისტრიროთ ჩვენი სიგნალარის add signalar, კი ბატონო. add signalari. უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ hub-ი, რომლითაც გავხსნით connections client-თან. order hub, ეს იქნება hub-ის შვილობილი, რომელიც მოდის სიგნალარიდან.
და შემდეგ რაც უნდა ვქნათ app map hub და ეს ჩვენი ახლად შექმნილი order hub-ი. და ამას უნდა მივცეთ ასევე URL-ი, რომელ URL-ზეც მოხდება ინფორმაციის გასვლა კლიენტს და სერვერს შორის. და ეს იყოს order hub-ი. სულ ეს არის back-ის მხარეს, ეხლა გვინდა ჩვენ შევქნათ order.js-ი. შემდეგ ჩვენს view-ში შემოვიტანოთ ეს ორი JavaScript-ის ფაილი, ერთი არის Signal-ის ოფიციალური library და მეორე არის ჩვენი მიერ შექმნილი order.js-ი. გავუშვათ აბა ჯერ აპლიკაცია, ხო ეს JS ფაილები ხო include-დება ნამდვილად. კონსოლში რამე ერორები ხო არ არის? ორჩენს ყველაფერი კარგადაა. კაი, გავხსნათ ახლა ჩვენი order.js და აქ რაც უნდა ვქნათ, აი ეს კოდი. პირველად ვქნით connection-ის ობიექტს, ეს signal არის მოდის იმ library-დან, რომელიც წეგან დავაყენეთ და with URL გვეუბნებით, რომ order hub URL-ზე მოხდება ინფორმაციის გასვლა. ეს არის, აი ეს ამას უნდა ემთხვეოდეს. თავიდან პროგრამაში როცა ვარეგისტრირებთ ჩვენ hubs. შემდეგი ხაზი არის, რომ ვთავთ ამ connections და მე ვეუბნებით, რომ connections მოусმინოს აი ამ events, ამ კონკრეტულ events order update და იქიდან წამოსული ინფორმაცია, იქიდან მოგვივა იდეაში ID და სტატუსი და ეს არ გვინდა უბრალოდ დავლოგოთ იქ სერვერისგან გამოგზავნილი ID და სტატუსი. ეხლა რაც უნდა ვქნათ, როდესაც order-ი და-update-ა აი ამ ხაზის შემდეგ უნდა გავაგზავნოთ კლიენტთან event-ი, რომ order-ი და-update. ამისათვის უნდა დავაინჯექტოთ ჩვენი Signal-ის library I have context და ჩვენი order hub-ი გადაეცემა ამას. შემდეგ ამას მოვითხოვთ კონსტრუქტორში და hub context იქნება hub context-ი. და მას შემდეგ როცა ჩვენი order-ი და-update-ება, ვეტყვით, რომ clients all sending order update. და ეს არის ზუსტად ის event-ის სახელი, რასაც ჩვენ ამას ჩვენ ვარქმევთ. სერვერის მხრიდან ვარქმევთ ამ event ჩვენ სახელს, რომ აი ჩვენ ეხლა ყველა კლიენტს, რომელიც უსმენს ამ hubs, გავუგზავნოთ event-ის სახელად order update და გავატანოთ პარამეტრები order-ის ID და მისი სტატუსი. ხოლო მე client side-ში JavaScript-ის ხარეს ამ events უსმენთ, რომ რამე ახალი ინფორმაცია ხوار მოგვივიდა სერვერისგან. ნახოთ, აბა გავუშვოთ აპლიკაცია და როცა ჩვენ ახლა Postman-დან orders დავააპდეითებთ, წესით კონსოლში უნდა გამოგვიტანოს ამან ინფორმაცია, რაც გავაგზავნეთ სერვერისგან. და ვნახოთ. კი ბატონო, როგორც ხედავთ, პირველ orders, ანუ orders ID-ით 1, მივანიჭეთ სტატუსი delivered-ი, აქ ჯერ არაფერი არ მოხდა, რა თქმა უნდა, და კონსოლში გამოგვივიდა, რომ order ID 1 და სტატუსი delivered. ანუ თუ ვეტყვით, რომ order ID 2-ს მივანიჭოთ სტატუსი paid. ეგ event-იც მოგვივიდა აქ. ანუ ეხლა ჩვენი მიზანი არის, რომ ამ ID-ით მოვზებნოთ list-ში order-ი და რაც სერვერისგან მოგვივიდა სტატუსი, ეგ მივანიჭოთ, ჩავუწეროთ აქ ფრონტის მხარეს. აქ გაჩვენებთ ხა როგორ მოხს გაკეთებული. სტატუსის tag-ში მაქვს span-ი, რომელსაც ID მაქვს მინიჭებული. ანუ მარტივად რომ მოვზებნო კონკრეტულად რომელი order-ს უნდა შეუცვალო სტატუსი. ეხლა ჩვენ თუ მოვზებნით jQuery-ით ID-ით აი ამ ID-ით თუ მოვზებნით elements
და მე მის ტექსტს თუ მივანიჭებ სტატუსს. კი ბატონო, ეს ახლა მარტივი jQuery-ის სინტაქსი არის. ეს ნიშნავს, რომ მოძებნე ელემენტი ამ ID-ით და მისი ტექსტი უბრალოდ ჩავდე ტექსტი, რაც გადმოცემული არის პარამეტრად. ეხლა ეს უნდა წავიდეს წესით, აქ უნდა მოძებნოს ისეთი სფანი, რომელსაც ID აქვს სერვერიდან წამოსული და მის სტატუსს დააპდეითოს. ნახოთ აბა თუ იმუშავებს ეგრე. ეს აქეთ დავდოთ, ეს აქეთ დავდოთ და order 1-ს მივანიჭოთ სტატუსი paid იყოს. აი როგორც ხედავთ, front-შიც ავტომატურად შეეცვალა სტატუსი. ეხლა მივანიჭოთ delivered. აქაც ავტომატურად გახდა delivered. ეხლა მეორე order-ს მივანიჭოთ delivered. აქაც გახდა delivered. და მესამესაც ბარემ მივანიჭოთ delivered. კი ბატონო, ეგრე მუშაობს სიგნალარი და ანუ use case-ი რა არის ახლა ამის რა? თქვათ რაღაცა ვიყიდეთ ხო საიტზე. შევედით ჩვენი გაკეთებული ორდერის დეტალებში. და უყურებთ, რომ აწერია ჯერ პროცესშია. მაგრამ რეალურად შეიძლება უკვე ვიღაცა შევიდა, თქვათ Amazon-ის admin პანელში და ეს მონიშნა ეს ორდერი, რომ უკვე ჩაბარებულია. მაგრამ ჩვენ სანამ არ დავარეფრეშებთ გვერდს, მანამდე ეს არ გვიახლება ინფორმაცია. ხო, რომ სიგნალარი და WebSocket-ები გვაძლევს მაგის შესაძლებლობას, რომ რაღაცა რომ მოხდება back-ში, server-ის მხარეს, დინამიურად front-შიც გამოგვიტანოს ავტომატურად ინფორმაცია. ეგ არის სიგნალარის პრობლემის გადაჭრის მთავარი არსი. მადლობა ყურადღებისთვის.